საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. საქსტატმა 2025 წლის აპრილის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წლიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. უფრო მეც გიყვებით საქმიან საღამოში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ფულადი ჯარიმები დაადგინა, რომლებიც ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. შესაბამისი ცვლილება კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში შევიდა. დამატებული ახალი პუნქტების თანახმად კომერციული ბანკები დაჯარიმდებიან ღია ბანკინგის მოთხოვნის დარღვევისთვის, ასევე სების წერილობითი მითითების შეუსრულებლობისა და სების წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობისთვის. ბიბი დაზღვევის და ბიბი ლიზინგის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში ლიზინგის ბაზარი მზარდია, მხოლოდ ბიბი ლიზინგის შემთხვევაში გასულ წელს პორტფელის 79%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ვრცლად რამდენიმე წუთში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქმიან საღამოს გიორგი თოლორდავასთან ერთად. დავიწყოთ. საქსტატმა 2025 წლის აპრილის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წლიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. ეს მარტში არსებულ 3.5%-იან ინფლაციასთან შედარებით 0.1%-იანი პუნქტით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში 7%-იანმა მატებამ მოახდინა. დეტალურად იმის შესახებ თუ რა გაძვირდა და რა გაიაფთა, რამდენიმე წუთში მოგიყვებით. შარშან საგზაო გადაზიდვები რეკორდულად თითქმის 15 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ხოლო წლიური მატების მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს. საგზაო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი წილი კვლავ მეზობელ ქვეყნებს უკავიათ. TBC კაპიტალის შეფასებით საგზაო სატრანზიტო გადაზიდვების 19% ისევ და ისევ რუსეთ სომხეთზე მოდის. შარშან საქართველოში სულ ჯამურად 876,000 სატვირთო მანქანა შემოვიდა, აქ კი წლიური ზრდა 3%-ია. რაც შეეხება სატრანსპორტო სექტორის სხვა მაჩვენებლებს, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა სტაბილური ზრდა შეინარჩუნა. სექტორის გამოშვებამ ჯამში 10 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 14%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი, რაც საერთო ჯამში უდრის საქართველოს მთლიანში პროდუქტის 6.6%-ს. 2024 წელს საქართველოდან სატვირთო საჰაერო გადაზიდვები წლიურად 34%-ით გაიზარდა. ჯამში ავიაკომპანიებმა 26,000 ტონა ტვირთი გადაზიდეს. TBC კაპიტალის შეფასებით ზრდა სხვადასხვა ფაქტორებით აიხსნება, მათ შორის წითელი ზღვის კრიზისით, რამაც საზღვაო მარშრუტების შეფერხება გამოიწვია და ტვირთების გადაზიდვა საჰაერო გზით დაიწყო. მეორე მიზეზად ორგანიზაცია ელექტრონული ვაჭრობის ზრდას ასახელებს. ასევე გაზრდილია ჩინეთის მიმართულებით ტვირთების მოცულობაც. ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 3 საერთაშორისო აეროპორტია წარმოდგენილი, კარგო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ბიბი დაზღვევის და ბიბი ლიზინგის გენერალური დირექტორის კოტე სულამანიძის განცხადებით, ქონების სავალდებულო დაზღვევის ლიმიტი უნდა გაიზარდოს. კერძოდ, როგორც ის ამბობს, ბაზრობების შემთხვევაში ქონების სავალდებულო დაზღვევის მაქსიმალური ლიმიტი 15,000 ლარია, რაც მისი თქმით 50,000 ლარამდე მაინც უნდა იქნეს გაზრდილი. საბედნიეროდ 2018 წელს ჩვენ მივიღეთ სავალდებულო ქონების დაზღვევა ბაზრობებისთვისაც და მინდა აღნიშნო, რომ მას შემდგომ მრავალჯერ ყოფილა შემთხვევები ხანძრის ბაზრობებზე, თუმცა ამ ყველაფერმა ჩაიარა ასე ვთქვათ, მშვიდად არ მოხდა ახდებოდა ღელვა იქ მოვაჭრეების მხრიდან, ვინაიდან ეს ყველაფერი იყო დაზღვეული. საჭიროებს ეს მიდგომა კიდევ უფრო გაზრდას, ვინაიდან დაზღვეულია ეს მინიმალური პაკეტი,
ეკონომიკის დასთან ერთად უნდა გაიზარდოთ ეს დაზღვევების ლიმიტები, რათა კიდევ უფრო მაქსიმალურად მოხდეს ამის დაზღვევა. რთული არის ეს ნებაყოფლობით გაკეთდეს, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სავალდებულო სახით არის ყველა სწორი გამოსავალი და სწორედ ამ მართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ ლიმიტები სავალდებულო სახით გავზარდოთ ქონების დაზღვევაზე. არანაირად ძვირი პროდუქტი არ არის. ესაა ლიმიტზე დამოკიდებული, მაგრამ უხეშად ვთქვა, სადღაც 0.3% არის ქონებიდან. პირობითად თუ 100,000 ქონება, $300 არის წელიწადში საფრთხე. დღეს საქმე საღამოში არაერთ საინტერესო სიახლეზე ვისაუბრებთ, მათ შორის ყურადღება დაეთმობა გლობალურ მოვლენებს, როგორც გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე კორპორაციულ სექტორში. ამ სექტორთან მიმართებით კი ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, რომელიც უკავშირდება პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ცვლილებას. კერძოდ, ამჟამად უკვე პლანეტის ყველაზე დიდი კომპანიის სტატუსი აქვს Microsoft-ს, რომელმაც მოგეხსენებათ Apple-ს გადაუსწრო. ეს ცვლილება მოხდა სწორედ დღეს, რაც უკავშირდებოდა ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსერულ შედეგებს. უფრო ცვლად ამ შედეგების შესახებ რამდენიმე წუთში მოგიყვებით, მანამდე კი უნდა დავიწყოთ საუბარი განვლილი კვირის შეჯამებით საქართველოს ეკონომიკისათვის. მიმდინარე კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმე საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ს მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან ერთად მიმოვხილავთ. შოთა, საღამომშვიდობის, მადლობა შენი დროისათვის. მოდი საუბარი დავიწყოთ პირველ რიგში ეკონომიკურ ზრდაზე მსჯელობით. გამოქვეყნდა მიმართულებით სტატისტიკა, გავიგეთ თუ როგორი არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა და მოდი მაყურებელს შევთავაზოთ ანალიზით ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იკვეთება. დიახ, საქსტატმა გამოაქვეყნა მარტისთვის ეკონომიკური ზრდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მარტის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9%-ით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და წლის პირველ 3 თვეში ზრდა შეადგენდა 9.3%-ს, ის რომელიც მაჩვენებელი არის პროგნოზირებულზე მაღალი, ამას აღნიშნავენ ეკონომისტები და TBC კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ჩვენთან აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულის გამო მათ გადახედეს საკუთარ პროგნოზებსაც და ის ზრდის მიმართულებით დააკორექტირეს, ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ აპრილის განმავლობაში განხორციელებულ გადახდებზე დაკვირვება აჩვენებს იმას, რომ ეს ტენდენცია აპრილში შენარჩუნდა და აპრილშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა განაგრძო ქვეყნის ეკონომიკამ, ხოლო უშუალოდ დარგობრივ ჭრილში თუ რამ განაპირობა ამ მიმართულებით ზრდა ფაქტობრივად ყველა დარგში ფიქსირდება, გარდა დამუშავებელი მრეწველობისა, თუმცა დეტალური მონაცემები თუ რა სექტორმა რა წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, ეს გამოქვეყნდება კვარტალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ. თუმცა წინასწარი მონაცემებით მარტის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს სექტორმა, ანუ დაღეგეს გადამხდელმა კომპანიებმა მთლიანობაში 14 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სხვათა შორის ეს ტემპი აღემატება, როგორც იცით, IMF-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებლებს პირველ კვარტალთან და პირველ ნაწილთან მიმართებით. აქვე შოთა მიმდინარე კვირას გავრცელდა სტატისტიკა ინფლაციასთან დაკავშირებით, ანუ საუბარი მაქვს სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსზე, რომელიც ბოლო პერიოდში საინტერესო დინამიკაზე მიუთითებს. მოდი მაყურებელს აუხსნათ თუ რა ხდება მიმართულებით, რა ძვირდება, რა იაფთება და რას უნდა ველოდეთ ამ საკითხთან მიმართებით. დიახ, გააქტიურდა ინფლაციის მაჩვენებელი უკვე ბოლო რამდენიმე თვეა. აპრილში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 3.4%, რაც 0.1%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე მარტის ინფლაცია, თუმცა მთლიანობაში ის მაინც უფრო გაზრდილი არის ვიდრე წინა თვეებში იყო და ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს აღემატება. ამასთან ეროვნული ბანკი მოელის, რომ მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება გაზრდილი ინფლაცია, თუმცა მთლიანობაში წლის ჭრილში დაახლოებით ის 3%-ის მიმდებარე შენარჩუნდება. რაც შეეხება მიზეზებს, წამყვანი მიზეზი ფასების ზრდისა არის სურსათის სექტორში გაძვირებული ფასები, რაც წლიურად 7%-ით არის მომატებული და ისეთ საქონელზე, როგორიც არის ლიმონი თუ ბადრიჯანი თუ კომბოსტო თუ სხვა ასეთი
აქტიურად მოხმარებადი ძირითადი სასურსათო პროდუქტები, მათზე ფასები არის გაზრდილი 50 და 60%-ზე მეტად, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და უშუალოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ძირითადად სურსათს მოიხმარენ, ასეთი კი ძირითადად უფრო მეტად დაბალშემოსავლიანი ოჯახები არის, მათთვის ინფლაცია კიდევ უფრო მძიმე არის, რადგანაც პროცენტულად მეტის ხარჯვა უწევს. კი, მათ მთლიან ხარჯებში სურსათზე მეტი წილი მოდის და ის რომ მთლიანი ინფლაცია 3.4%-ია, მათზე ეს შეიძლება უფრო ორჯერ და უფრო მეტადაც აისახებოდეს. კი, ხანდახან ინფლაციის სტატისტიკა რეალობას არ ასახავს სწორად და კარგად, რადგანაც გააჩნია ადამიანი რაში ხარჯავს თავის ფულს. აქვე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე, რომელიც გავრცელდა მიმდინარე კვირაც და ეს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთის გასხვისებას ზოგადად ქალაქ თბილისში. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე გვაქვს ლამის საუბარი, რომელიც შეგვიძლია ერთ მცირე ზომის უბანსაც კი შევადაროთ. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ გარიგებასთან დაკავშირებით და რა უნდა იცოდეს ჩვენმა სამქმიანმა მაყურებელმა. დიახ, ცნობილი გახდა, რომ ნაძალადევში ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხანა გაიყიდა, ეს მოიცავს 217,000 კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას, სადაც მსხვილი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეკმავდა რამდენიმე წლის წინ დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია Wilson Garden-ი საკმაოდ მსხვილი 250 მილიონიანი ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა აღნიშნულ პროექტში, თუმცა შეიცვალა ამ პროექტის მესაკუთრე და ის ჯერ გასულ წელს საქართველოს ბანკი გახდა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში კი ის შეიძინა დადიანი ინვესტორმა, რომელიც არქი ჯგუფის მიერ არის დაფუძნებული. თავად არქი ჯგუფში გვიდასტურებენ, რომ ადგილზე საკმაოდ მსხვილი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავენ და მასზე დაახლოებით 250 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება. შესაბამისად, უახლოეს წლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი თუ მრავალფუნქციური უბანი აშენდება, აღნიშნულ სითვალისწინებს კომპანიის გეგმა. კი, თანაც საკმაოდ მასშტაბური არის ეს გეგმა, როგორც ვიცით, ვინაიდან ტერიტორია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის კოლოსალური ზომის მოცულობის და იქ რამდენიმე სხვადასხვა სახის კომპლექსის აშენება იქნება სავარაუდოდ შესაძლებელი. მადლობა შოთა, საინტერესო კვირა გამოვიდა ტრადიციულად. ჩვენ კი მაყურებელს ვეტყვით, რომ საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ. ახლა კი დროა მომავალ კვირას დაგეგმილ მოვლენებზეც ვთქვათ, ორივე სიტყვა. მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ. მათ შორის იქნებიან Disney, Marriott, Palantir, Shopify, AMD, Honda, Ford, Ferrari და ასევე Uber. დიდი ალბათობით ამ კომპანიებს ფინანსურად კარგად ექნებათ საქმე, თუმცა არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამომავლო პროგნოზების გადახედვა მოუწევთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი არსებითად შეცვალა და მოლოდინები მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრადაც გაუარესდა. ფარმაკოლოგიურ სექტორსაც საკმაოდ დაძაბული კვირა ელის, რადგან Novo Nordisk-სა და BioNTech-ს კვარტალური შედეგების გასაჯაროება მოუწევთ. გამორჩეული მოლოდინები ინვესტორებს არც ამ კომპანიებთან მიმართებით არ აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ფარმაკოლოგიური სექტორისთვის ახალ რეგულაციებს და ტარიფებს ამზადებს. გარდა ამისა, მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ტრამპის მხრიდან მომავალი ზეწოლის მიუხედავად, ფედის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს მაინც უცვლელად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. ასევე საკუთარ გადაწყვეტილებას გაგვაცნობს მომავალ კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკი, რომლის მხრიდან 0.25%-იანი კორექცია არის მოსალოდნელი. მაკროეკონომიკურ სტატისტიკას რაც შეეხება მომავალ კვირის განმავლობაში, ჩინეთი საგარეო ვაჭრობის, იმპორტის, ექსპორტის და ინფლაციის შესახებ ახალ მონაცემებს გაგვაცნობს, ანუ ამ მიმართულებით სიახლეები ნამდვილად არ მოგვაკლდება.
საქმეს აღამას ვაგრძელებთ მსოფლიოში მომხდარ სიახლეებზე საუბრით და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სიახლე, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება ისევ და ისევ უკვე ტრადიციულად ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოგეხსენებათ, მისი პრეზიდენტი ყოველდღიურად ახალ-ახალ საინტერესო გადაწყვეტილებას იღებს და ამჯერად გადაწყვეტილება უკავშირდება თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. ეს ტრამპს ჰქონდა დაანონსებული, ეს არავისათვის სიახლე არ იყო, მაგრამ ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 2026 წლისთვის ამერიკის ფედერალური თავდაცვითი ბიუჯეტის მოცულობა მიაღწევს $1 ტრილიონ. ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი, რომლის მსგავსით არც ერთ სახელმწიფოს არასოდეს არ დაუფიქსირებია და პრინციპში თუ კი ეს მაჩვენებელი მართლა $1 ტრილიონ-ზე დადასტურდება, მაშინ ამერიკას უფრო დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე სხვა დანარჩენ 9 სახელმწიფოს ერთად ჯამურად, რომლებიც ყველაზე მსხვილი მხარჯველები არიან ამ მიმართულებით. აქვე ჩნდება შეკითხვა, თუ რათ უნდა ტრამპს $1 ტრილიონი დახარჯვა თავდაცვაზე. როგორც ტრამპის ადმინისტრაცია გამარტავს, მსოფლიოში არის მომატებული რისკები, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას ადეკვატური თავდაცვითი უნარები ჰქონდეს და ის იყოს იმდენად ძლიერი, რომ მასთან კონკურენციის გაწევასაც კი არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ეგრეთ წოდებული გამოთქმა second to none. აი ამ მიდგომით უნდა ტრამპის ადმინისტრაციას წასვლა და ამისათვის საუკეთესო საშუალება არის, რა თქმა უნდა, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა. ამ თანხის, ანუ ამ ტრილიონის ძალიან დიდი ნაწილი სავარაუდოდ მოხმარდება ახალი პროგრამის განვითარებას და ეს პროგრამა უკავშირდება ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნას. აქ საუბარი არის ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებელზე, რომელიც სავარაუდოდ დომინანტურ ძალად უნდა დარჩეს ლამის 2050 წლამდე. ეს არის მომავლის პროექტი, რომელიც არის ძალიან მასშტაბური, ძალიან ძვირად ღირებული. აქ შეიძლება ყოველწლიურად ხარჯები 50-დან 100 მილიარდი დოლარის ფარგლებშიც კი იქნეს მომდენო 10 წლეულის განმავლობაში. თავად ეს პროექტი კი განხორციელებული იქნება ერთი ამერიკული კომპანიის Boeing-ის მიერ, რომელიც საავიაციო, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ტექნიკასთან ერთად ასევე აწარმოებს სამხედრო ტექნიკასაც და F-47 ანუ ახალი თაობის გამანადგურებელს სწორედ ეს კომპანია შექმნის, ვინაიდან პენტაგონის კონტრაქტი სწორედ მან მოიგო. სხვადასხვა გეტყვით, რომ ამჟამინდელი ფლაგმანი, რაც არის, ანუ F-22 Raptor-ი არის წარმოებული Lockheed Martin-ის მიერ, რომელიც Boeing-ის კონკურენტია, თუმცა ახალ კონტრაქტში, როგორც ხედავთ, გაიმარჯვა სწორედ ზემოხსენებულმა Boeing-მა. აქვე ეს ბიუჯეტი შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მიმდინარე ბიუჯეტსაც შევადაროთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის 13%-იანი ნახტომი ერთწლიან პერიოდში, რაც კოლოსალურ ზდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რასაც დემოკრატები მაგალითად დიდად ახსნას ვერ უძებნიან და ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ არ უნდა მიიღოს ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდოდ დემოკრატები ამ ინიციატივას ვერ დაბლოკავენ, ვინაიდან დემოკრატიულ პარტიას აღარ აქვს უკვე არც საკანონმდებლო ორგანოში და არც აღმასრულებელ ორგანოში უმრავლესობა. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ამ ფორმით სავარაუდოდ გავა, ბიუჯეტი დამტკიცდება და 2026 წელს ამერიკის ხარჯები იქნება $1 ტრილიონი ფარგლებში თავდაცვასთან მიმართებით. აქვე თავდაცვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. როგორც ჩანს, ტრამპს უკვე ყელში ამოუვიდა ის ყველაფერი, რაც ხდება ამ მიმართულებით და მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკა ეტაპობრივად უკვე ჩაეხსნება მოლაპარაკების პროცესს და ის აღარ შეასრულებს შუა მავლის როლს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა და ამერიკის წარმომადგენლები აღარ იქნებიან მედიაციის პროექტში ისე აქტიურად წარმოდგენილი, როგორც იყვნენ აქამდე, მოგეხსენებათ ამერიკელები, მათ შორის დიპლომატები და აგრეთვე თავად მარკო რუბიოც კი ლამის ყოველდღე დაფრინავდა წინ და უკან, რათა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ეს კი როგორც ჩანს, თეთრ სახლში დიდად არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ ამერიკა ამდენ ძალისხმევას არ უნდა წერდეს იმ კონფლიქტისათვის, რომელშიც ის თავად პირდაპირ არ არის ჩართული. ეს რიტორიკა ცოტა არ იყოს და შემაშფოთებლადაც კი ჟღერს, ხომ არ იგულისხმება აქ მაგალითად მოლაპარაკებიდან საერთოდაც ამერიკის გასვლა, მაგრამ არაო, თეთრ სახლში ამას არ ადასტურებენ, ისინი ამბობენ, რომ ამერიკა უბრალოდ აქტიური მედიატორის როლს არ შეასრულებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, რა თქმა უნდა, როგორც მხარე ის აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, თუმცა მედიატორობის ტვირთი უნდა აიღოს სხვამ.
ხო აქ პრეტენდენტები ნამდვილად არიან, მსურველებიც არიან, მათ შორის ერთ-ერთი არის მაგალითად საუდის არაბეთი, მეორე არის აგრე უკვე ჩვენი მეზობელი თურქეთიც და მოკლედ მედიატორობა ძალიან ბევრ ვინმე სურს, ვინაიდან ეს ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ პრესტიჟთან და ბერკეტებთან არის დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგვარად მხარეებს აძლევს ორკვირიან ვადას, რათა მათ როგორღაც თავი მოაბან იმ ყველაფერს, რაც ხდება, გადადონ თავიანთი განსხვავებები და მიაღწიონ უკვე სამშვიდობო მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, ძირითად მონახას. წინააღმდეგ შემთხვევაში ორკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამერიკა უკვე ოფიციალურად დატოვებს მოლაპარაკების მაგიდას, ხოლო ეს რას გამოიწვევს, უკვე ნამდვილად ძალიან რთული სათქმელია, რადგანაც ამერიკის გარეშე კონფლიქტის დასრულება ნამდვილად რთულად წარმოსადგენია. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება ნავთობ ინდუსტრიას. მოგახსენებათ, ნავთობის მოპოვების მიმართულებით მთავარი მოთამაშე პლანეტაზე არის საუდის არაბეთი. ეს ქვეყანა ფლობს პლანეტაზე ყველაზე დიდ და მასშტაბურ რეზერვს, ასევე იქ არის დაფუძნებული პლანეტის ყველაზე დიდი ნავთობმოპოვებელი კომპანია, რომელსაც ჰქვია საუდი არამკო და რომლის კაპიტალიზაციაც არის 2 ტრილიონი დოლარის ფარგლებში. საუდის არაბეთის მთავრობა უკვე აცხადებს და ადასტურებს, რომ ის მზად არის ფასების ომის დაწყებისათვის. ანუ საუდის არაბეთს თუ დასჭირდება, ნავთობს იმდენად გაიაფებს, რომ სხვა სახელმწიფოები შეიძლება ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. აქვე შევეცდები აგიხსნათ თუ რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთი არღვევს OPEC Plus-ის მიერ განსაზღვრულ კვოტებს და საერთოდაც განიხილავს OPEC Plus-დან გამოსვლას, რადგანაც ყაზახეთს არ მოსწონს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საუდის არაბეთი, რომელიც დე-ფაქტო ლიდერი არის OPEC-ისა და ის გეგმავს, რომ მოპოვებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით ნავთობისა თავად მიიღოს ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებები. ეს მოვლენა თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც OPEC-ი და მათ შორის OPEC Plus-ი, რომელიც არის OPEC-ის გაფართოებული ვერსია, არის ნავთობმოპოვებელი სახელმწიფოების კარტელი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ დონეზე, ძირითადად პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ საუდის არაბეთი, რუსეთის ფედერაცია და ასევე კატარი და სხვა არაბული სახელმწიფოები, რომლებიც ლამის მთელი პლანეტისათვის განსაზღვრავენ კვოტებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რამდენი ნავთობი უნდა მოიპოვოს, რამდენი უნდა გაყიდოს, რა უნდა იყოს სამიზნე ფასი და თუ კი რომელიმე სახელმწიფო ამ კვოტებს ან გადააჭარბებს ან ჩამორჩება, შემდეგ უკვე მოქმედებს სადამსჯელო მექანიზმები. ეს კარტელი ამ პრინციპით მოქმედებს უკვე მრავალი წელია და იქ ყოფნა სახელმწიფოებს მაინც მოსწონთ და აწყობთ, რადგანაც ეს საბოლოო ჯამში ძალიან დიდ ბერკეტებს და ასე ვთქვათ სხვა უპირატესობებს იძლევა, თუმცა როდესაც სახელმწიფო ისეთ ვითარებაშია, როგორშიც არის ყაზახეთი, მას შემდეგ უკვე აღარ უღირს ამ კარტელში გაჩერება, ვინაიდან ნავთობის მიწოდება ყაზახეთისათვის იმდენად არის შეზღუდული, კერძოდ ეს არის დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელის ფარგლებში, რომ ყაზახეთი ფიქრობს, რომ ის იჩაგრება. ამ დროს სხვა ქვეყნებს, არაბულ ქვეყნებს ლამის 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი ნავთობის მოპოვების უფლება აქვს, ხოლო აქ ყაზახეთს უჩნდება ძალიან ლოგიკური და სამართლიანი შეკითხვა, თუ რატომ არ აქვს მას უფრო მეტი ნავთობის მოპოვების უფლება საუდის არაბეთის მხრიდან. ხოლო თუ კი ყაზახეთი მართლაც გადაწყვეტს OPEC Plus-დან გამოსვლას, მაშინ ის სავარაუდოდ აირჩევს ნავთობის გაიაფების სტრატეგიას, ანუ ის საკუთარ ნავთობს მაგალითად ბარელზე გაყიდის $3 უფრო იაფად, ვიდრე ამას ყიდიან OPEC-ის წევრი სახელმწიფოები. ეს კი თავისი არსით OPEC-ს უბიძგებს, რომ დაიწყოს სავაჭრო, ასე ვთქვათ, საფასო ომი, რადგანაც თუ კი ერთ მხარეს უფრო იაფი ნავთობია ვიდრე მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, მომხმარებლები გადავლენ იაფი ნავთობის მხარეს და ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველას მოუწევს ნავთობის გაიაფება. ეს მოცემულობა შეიძლება მე და თქვენ ძალიან გვიხაროდეს, რადგანაც ჩვენ ნავთობს მოვიხმართ და არ თუ აწარმოებთ, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ და ყიდიან, ეს არის ძალიან ცუდი სიახლე, რადგანაც ამ ქვეყნების ბიუჯეტი უმეტესწილად სწორედ ნავთობზე არის დამოკიდებული. მათ შორის საუდის არაბეთის ბიუჯეტიც, რომელსაც საერთოდაც იმისათვის, რომ ბიუჯეტი პროფიციტში ჰქონდეს, ანუ მთავრობა გამართულად ფუნქციონირებდეს, სჭირდება, რომ ბარელი ნავთობის ფასი ბირჟაზე იყოს $90 ფარგლებში. დღეს კი ნავთობის ფასი არის დაახლოებით $60 ფარგლებში, ანუ საუდის არაბეთის მთავრობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გარკვეულწილად ზარალზე მუშაობს, მაგრამ საუდის არაბეთს აქვს ერთი კოზირი.
ამ ქვეყანას შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობი გაყიდოს ფაქტობრივად უფასოდ, $0 კი და ის მაინც შეძლებს გადარჩენას, რადგანაც მას აქვს ძალიან დიდი სარეზერვო ბუფერები, რომლის მსგავსით არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს და სხვათა შორის საუდის არაბეთი ამ ფასების ომით ძალიან ხშირად ვაჭრობს და ემუქრება ქვეყნებს. მათ შორის ასეთი შემთხვევა იყო 2014 წელს, როდესაც არაბეთმა სცადა ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების გაკოტრება და ნავთობის გაყიდვა დაიწყო ძალიან იაფად. ამას კი მოჰყვა ამერიკულ ენერგეტიკულ სექტორში კრიზისის წამოწყება, თუმცა მას შემდეგ უკვე პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ელიტა ჩაერთო პრობლემის მოგვარების საკითხში და ეს პრობლემა გარკვეულწილად აღმოიფხვრა, თუმცა ის ბერკეტი, რომელიც საუდის არაბეთს აქვს, ეს არსად არ გამქრალა და თუ კი ქვეყანას მოუნდება, მას ნამდვილად ძალიან მარტივად შეუძლია საფასო ომის წამოწყება, რომელიც პრინციპში შეიძლება მართლაც პოზიტიურად მოგვეჩვენოს, თუმცა ეს პოზიტიური ნამდვილად არ არის, რადგანაც ის სავარაუდოდ გამოიწვევს ნავთობის მომპოვებელი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, ტენდენციისა და ტრაექტორიის შენელებას, რაც საბოლოო ჯამში მოიყვანს სავარაუდოდ ნაწილობრივ მაინც გლობალურ რეცესიამ და ეს კი მოგეხსენებათ არავისთვის პოზიტიური სიახლე არ არის. ევროკავშირთან მიმართებითაც გვაქვს კიდევ ერთი პოლიტიკური სიახლე და ეს უკავშირდება ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი არის კონკურენციის რეგულირება და მათ შორის ერთ-ერთი არის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ. როგორც ჩანს, მარეგულირებელმა დაასკმნა, რომ ერთი კომპანია ძალიან უხეშად არღვევდა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეს კომპანია იყო ByteDance, ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფლობს პლატფორმას TikTok-ს. ეს არის პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, რომელსაც საქართველოშიც აქტიურად იყენებენ. როგორც მარეგულირებელი ამბობს, წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით იყო აკრძალული, TikTok-ის ხელმძღვანელობა ევროკავშირში მოპოვებულ მონაცემებს აგზავნიდა ჩინეთში, სადაც შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებდნენ ჩინურ სერვერებზე და პრინციპში რას უშვებოდნენ ამ მონაცემებს, არც არავინ იცის, რადგანაც ინფორმაცია, რომელიც მიდის ჩინეთში, პრინციპში იქვე რჩება. ამის შესახებ გამჭვირვალობა არ არსებობს, არც საკანონმდებლო დონეზე და არც პოლიტიკურ დონეზე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, პრობლემას. მოკლედ, ევროკავშირს ეს ყველაფერი არ მოსწონს და ამიტომაც მარეგულირებელმა TikTok-ი დააჯარიმა 530 მილიონი ევროთი. შეიძლება ჯარიმა კოლოსალურად არ ჩანდეს, მაგრამ მას ასევე მოხვება შემაკავებელი ზომები და თუ კი TikTok-ი მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ევროპაში მოპოვებულ ინფორმაციას გაიტანს ევროპის საზღვრებს გარეთ, მაშინ ჯარიმის მოცულობა გაიზრდება კოლოსალურად და საბოლოო ჯამში შეიძლება ამ პლატფორმას ევროკავშირში ოპერირებაც კი შეეზღუდოს, რაც რა თქმა უნდა სოციალური ქსელისათვის ერთგვარად არის სასიკვდილო განაჩენიც კი. სხვათა შორის ეს განაჩენი უკვე გამოუწერა ამერიკამ TikTok-ს, როდესაც ჯერ იყო და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აკრძალა ამ პლატფორმის ამერიკაში გამოყენება, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, ანუ ფაქტობრივ დონეზე TikTok-ი ამერიკაში უკვე აკრძალულია, თუმცა ეს აკრძალვა თავისი არსით არის გადავადებული დროებით პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, რომელმაც TikTok-ს მისცა გარკვეული საშეღავათო პერიოდი იმისათვის, რომ პლატფორმა მოიძიოს ახალი ინვესტორი და საბოლოო ჯამში ის იქნეს გასხვისებული ამერიკულ კონსორციუმზე. ამ ამერიკულ კონსორციუმში კი შეიძლება იყვნენ ტექნოლოგიური გიგანტები. ინტერესი ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ არის Oracle-ის, Meta-ს, Microsoft-ის და სხვა ძალიან მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომელთაც აქვთ ყველანაირი სურვილი და ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ TikTok-ი შეიძინონ, მიუხედავად იმ საეჭვო პრაქტიკისა, რომელსაც TikTok-ი ატარებს, მათ შორის როგორც ჩინეთში, ასევე ამერიკაშიც. შეიძლება ბევრი რამ არ მოგწონდეს ამ სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალიან კარგ ალგორითმს ფლობს, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აქვე, რადგანაც ტექნოლოგიურ გიგანტებს ვახსენებთ, მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე პლანეტის უმსხვილეს ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებით, თუმცა ამ სიახლის შესახებ დღის რიცხვის ფორმატში ვისაუბრებთ. პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დიდი ცვლილებაა. Bill Gates-ის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა საბაზრო შეფასებით Steve Jobs-ის და Steve Wozniak-ის მიერ დაფუძნებულ Apple-ს გადაუსწრო და გლობალურ ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა.
ამჟამინდელი მდგომარეობით Microsoft-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონ 260 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple-ის შეფასება 3 ტრილიონ 80 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. რეიტინგში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე კვირას კომპანიების მიერ ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან არის დაკავშირებული. როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ კვარტალში Microsoft-მა 70 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მოგებამ ამ დროს კოლოსალური 25 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება. შედარებისთვის, Apple-მა ამავე პერიოდში 95 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კომპანია სამომავლო პროგნოზების გაუარესებაზე მიუთითებს და დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა Apple-ის ხარჯებს მომავალ კვარტალში მინიმუმ 900 მილიონი დოლარით გაზრდის. საერთო ჯამში Microsoft-ის მხრიდან მოლოდინების გადაჭარბებამ მისი აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. Apple-ის გაუარესებულმა სამომავლო პროგნოზმა კი პირიქით მისი კაპიტალიზაცია შეამცირა. ამიტომაც პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დღეს ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილეთ. შარშან მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იგივე საარსებო შემწეობას 671,327 ადამიანი იღებდა. აქედან 222,617 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. საქსტატის ინფორმაციით ჯამში შემწეობას შარშან მოსახლეობის 18,1% იღებდა. წინა წელთან შედარებით წილი 0,4%-ით არის გაზრდილი. სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენისვა და კიდევ თვენახევრით 2025 წლის 15 ივნისამდე გადავადა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს 2 მაისს გამოსცა. აქამდე სტაციონარულ კლინიკებს აკრედიტაციის წარდგენისვა და 1 მაისამდე ჰქონდათ. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში 2-3 მაისს ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სამუშაო ადგილები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი გემოვნება. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მაღალ ანაზღაურებას იხდიან, მაგრამ სანაცვლოდ თანამშრომლებს კვირაში 60-ზე მეტი საათის განმავლობაში ამუშავებენ. ასევე არსებობენ კომპანიები, რომელთაც თანამშრომლობად მხოლოდ ფრილანსერები სურთ და ისეთებიც, რომლებიც დისტანციურ სამუშაოს არც კი განიხილავენ. კომპანიების ამ სიაში ასევე ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს ყველაფერს დაბალანსებულად სთავაზობენ და ისინი, როგორც წესი, ყოველწლიურად თავს Glassdoor-ის რეიტინგში იყრიან, რომელიც სპეციალური ალგორითმის დახმარებით იმ ამერიკულ კომპანიებს არჩევს, სადაც მუშაობა ყველაზე სასიამოვნოა. დღეს საქმის საღამოში სწორედ ამ კომპანიების რეიტინგს გაგაცნობთ. ჩვენი რეიტინგი უნდა დავიწყოთ კომპანიით, რომლის შესახებაც ალბათ ბევრი რამ არ გსმენიათ. ეს კომპანია არის Bain & Company, რომელიც საფონდო ბირჟაზეც კი არ არის დალისტული, ანუ ის ჯერაც კერძო საკუთრებაში იმყოფება და ამ კომპანიას, როგორც ხედავთ, კმაყოფილების ინდექსში აქვს 4.6 მეათედი ქულა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც კლასიკური საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით, ასევე ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების, აუდიტის და სხვა სახის სერვისების მიმართულებითაც. ხოლო ამ კომპანიის ასეთ მაღალ საფეხურზე ყოფნა არის განპირობებული იმ შიდა პროგრამებით, რომლებიც არის დანერგილი ამ კომპანიაში. კერძოდ აქ არის მენტორობის ძალიან საინტერესო პროგრამა, რადგანაც ახალი თანამშრომელი რამდენიმე თვის განმავლობაში გადის სრულ მენტორშიპის კურსს, რომელიც არის საკმაოდ ინტენსიური და რომელსაც შემდეგ უკვე თანამშრომლები პოზიტიურად აფასებენ. ასევე კომპანიაში არის კომუნის და ერთიანობის შეგრძნება, მათ ჰყავთ ცალკე ფსიქოლოგიც კი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავებაში და საბოლოო ჯამში კომპანიაში ისეთი ვითარება არის შექმნილი, რომ იქიდან წასვლა არც არავის არ უნდა. ამასთან ეს კომპანია ამერიკაში ყოველ შემთხვევაში ასოცირდება დიდ პრესტიჟთან და სტატუსთან, რადგანაც აქ დასაქმებულებს შემდეგ უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ მათ შორის საჯარო სტრუქტურებში გადანაცვლება მაღალ თანამდებობებზე და ასევე სხვა კონკურენტ კომპანიებშიც გადასვლა, რადგანაც თუ კი თანამშრომელი ამ კომპანიაში მიიღეს
ანუ მისი კვალიფიკაციები დააკმაყოფილა, მაშინ ის ნამდვილად გამორჩეული კადრი ყოფილა და ამას აცნობიერებენ თავად ამ კომპანიის კონკურენტებიც, რომლებიც ხშირად ცდილობენ აქედან თანამშრომლების გადაყვანას, თუმცა ამას ძალიან იშვიათად თუ ახერხებენ წარმატებით, რადგანაც Bain & კომპანიაში არსებული ვითარება ნამდვილად ძალიან კარგია, ამიტომაც ის ამ რეიტინგში ამჯერად იმყოფება პირველ ადგილზე. დროა გადავინაცვლოთ ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილოსა კომპანიაზე, რომელიც ყველაზე უცნაურ სფეროს წარმოადგენს. ეს არის ავტოსამრეცხაო ქვევოში, რომელიც ასაქმებს სულ რაღაც 1000 თანამშრომელს, მაგრამ 1000-ივე არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეკმაყოფილი. აქ საინტერესო გარემოება ის არის, რომ ქვევში არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც ამ სფეროში საერთოდაც არსებობს. ამასთან ერთად კომპანია აფინანსებს იქ დასაქმებული თანამშრომლების განათლებას, საპენსიო შემოსავლებს და ასევე მათთვის აკეთებს საინვესტიციო ანგარიშსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგანაც ავტოსამრეცხაოებში ძირითადად შედარებით ახალგაზრდები მუშაობენ, რომელთაც არც საინვესტიციო ანგარიში აქვთ, არც არაფერი აქვთ და განათლებისათვისაც საკმაოდ დიდი თანხები სჭირდებათ, ხოლო კომპანია მათ დახმარებას ამ გზით უზრუნველყოფს. ხოლო ამითი კომპანია იმ სარგებელს იღებს, რომ ამ თანამშრომლებს ხშირად არ უნდებათ კომპანიის დატოვება, იქ რჩებიან წლების განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი სრულ განაკვეთზე მუშაობს, ზოგიერთი ნაწილობრივ მუშაობს, ზოგიერთი ღამის სმენაში მუშაობს და საბოლოო ჯამში კომპანია ამითი ამცირებს რეკრუტირების ხარჯებს, რადგანაც მას ყოველთვიურად არ უწევს თანამშრომლების გამოცვლა, ვინაიდან თანამშრომლები წლების განმავლობაში რჩებიან, მათ უგროვდება ძალიან საჭირო ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც შემდეგ უკვე ისინი თავიანთ საქმეში იყენებენ. ამითი კომპანიის მომსახურების ხარისხი და სტანდარტი იმატებს ძალიან ბუნებრივად, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იქ უფრო მეტი კლიენტის მისვლას და კომპანიის შემოსავლების გაზრდას. ამიტომაც, როდესაც კომპანიები ძალიან დიდ ინვესტიციას დებენ თავიანთ თანამშრომლებში, როგორც წესი, ისინი ძალიან დიდ ამონაგებსაც იღებენ რამდენიმე წლის შემდეგ, რადგანაც კვალიფიციური მუშახელი, როგორც წესი, ქმნის უკეთეს სერვისს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მსგავსი მიდგომითა და ფილოსოფიით გამოირჩევა, არის სწრაფი კვების ქსელი. ეს არის In-N-Out ბურგერი, რომელიც არის მარტივად რომ ვთქვათ, Wendy's-ის, McDonald's-ის და სხვა ბურგერთა ქსელების კონკურენტი. ის ასაქმებს დაახლოებით 36000 თანამშრომელს და საინტერესოა, რომ გამოკითხული თანამშრომლების 91% იქ მუშაობით არის კმაყოფილი, რადგანაც In-N-Out ბურგერში არის ალბათ ყველაზე მოქნილი განრიგი, რომელიც საერთოდაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ამ კომპანიაში შეგიძლიათ იმუშაოთ თვეში ერთი დღეც კი რამდენიმე საათით, ამის საშუალებასაც გაძლევენ, თუ კი შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებთ. ამასთან ერთად აქ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება კონკურენტებთან შედარებით, რაც აიხსნება იმ მარტივი მოცემულობით, რომ კომპანიაში უღირთ, რომ თანამშრომლებს მეტი გადაუხადონ, სამაგიეროდ მათ რეკრუტირებაზე შემდეგ დრო და ფული აღარ ხარჯონ და ამითი საბოლოო ჯამში ფინანსები დაზოგონ, რაც აქციონერების შემოსავლებზე აისახება პოზიტიურად. ასევე ამ კომპანიაში არის ძალიან კარგი შიდა ზრდის და განვითარების შესაძლებლობა, რადგანაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იწყებს ყველაზე ქვედა საფეხურიდანაც კი აქვს საშუალება იმისა, რომ გახდეს მაღალი რგოლის მენეჯერი, მათ შორის კორპორაციულ დონეზეც კი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად წლებთან ერთად გადავიდეს კომპანიის მართვის პროცესში და სხვათა შორის ამჟამად იქ არსებული მენეჯერების 90% არის სწორედ ესეთი იერარქიული სისტემით აყვანილი. ამ კომპანიაში არ უყვართ როგორც წესი სხვა კომპანიიდან მენეჯერების გადაყვანა. ისინი თავიანთ მუშახელს თვითონვე ზრდიან, აძლევენ განათლებას, აძლევენ დროს, გამოცდილებას, შესაბამის ანაზღაურებას და შემდეგ უკვე ეს ადამიანები ვითარდებიან და ნელ-ნელა ეტაპობრივად გადადიან კომპანიის მართვის პროცესში. აქვე უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი რეიტინგის მეოთხე ადგილოსან კომპანიაზე, რომლის თანამშრომლებიც დამერწმუნეთ არიან ძალიან კმაყოფილნი. ეს კომპანია არის არც მეტი, არც ნაკლები Nvidia. კომპანია, რომელმაც შარშან დადო ყველაზე დიდი ზრდა საფონდო ბირჟაზე, რომელმაც დაიმატა ლამის 2 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია და ამჯერად უკვე კომპანიის საბაზრო შეფასება არის, როგორც ხედავს, 2 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარის ფარგლებში. ეს კომპანია არათუ ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა პლანეტაზე, არამედ ის საერთოდაც რიგით მესამე ყველაზე მსხვილი კომპანიაა Microsoft-ისა და Apple-ის გვერდით, ხოლო ასეთი კოლოსალური მასშტაბების კომპანია ასაქმებს სულ რაღაც 36000 თანამშრომელს. ანუ თითოეულ თანამშრომელზე გადათვლით Nvidia-ს აქვს პლანეტაზე ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია, ხოლო ეს თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უბრალოდ ანაზღაურებას იქ არ იღებენ.
Jensen Huang's ანუ კომპანიის დამფუძნებლის ერთ-ერთი ესეთი ფუნდამენტური მოთხოვნა იყო, რომ ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონოდა კომპანიის წილი. ამიტომაც ეს თანამშრომლები თავიანთ შედეგებთან ერთად წლის ბოლოს ან კვარტალის ბოლოს იღებდნენ კომპანიის აქციებს წლების განმავლობაში. ძალიან ბევრი თანამშრომელი ამ აქციებს ინახავდა, მათ შეეძლოთ რა თქმა უნდა ეს აქციები გაენაღდებინათ, თუმცა ასე არ მოქცეულან და ვინც ეს შეინახა, ძალიან დიდ მოგებაზეც არის გასული. როგორც Huang თავად ამბობს, ამჟამად Nvidia-ში დასაქმებული თანამშრომლების 90% არის ოფიციალური მულტიმილიონერი. დიახ, ეს ადამიანები მილიონერები გახდნენ კომპანიაში უბრალოდ მუშაობით. ზოგიერთი მათგანი საერთოდაც არ არის მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი, ზოგიერთი მათგანი არის ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაოს შემსრულებელი, რომელიც უბრალოდ წლების განმავლობაში ინახავდა Nvidia-ს აქციებს და დღეს უკვე არის ოფიციალური მილიონერი. სხვათა შორის როდესაც Nvidia-ში ჩაატარეს გამოკითხვა, გამოვლინდა ესეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა. თანამშრომლების 97% იყო აქ მუშაობით კმაყოფილი, ის 3% ძირითადად ბევრ საქმეზე წუწუნებდა, რადგანაც Nvidia-ში ძალიან ბევრი საქმე აქვს, ვინაიდან ეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური კომპანიაა და ამავდროულად თანამშრომლების 98% ამაყობდა იმით, რომ იყო Nvidia-ს ოჯახის წევრი და Nvidia, როდესაც გიწერია CV-ში, იქ უკვე პრინციპში კონკურენცია არ შეძებ, რადგანაც არ ვიცი, Nvidia-ზე უკეთეს კომპანიაში სად უნდა დასაქმდეთ, ჩემთვის პირადად არის გაუგებარი, ვინაიდან აქ არის ფაქტობრივად საუკეთესო პირობები, რომელიც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, თუკი მას სურს დასაქმებულად ყოფნა და არც საკუთარი კომპანიის დაფუძნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მცირე სტაფი კოლოსალურ ზრდას დებს ყოველწლიურად და თავად Jensen Huang არის აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის დასაქმების პროცესში პირადად ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის მულტიმილიარდერი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ის აბსოლუტურად ყველა კანდიდატს თავად ესაუბრება და Nvidia-ში შესვლის უფლებას აძლევს. მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ის უნარები და ის თვისებები, რომლებიც მოსწონს თავად Huang-ს და ხედავთ, რომ ეს მიდგომა ამართლებს, სწორედ ამ მიდგომის ხარჯზე Nvidia-მ მოახერხა და გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელიც როგორც გითხარით, საბაზრო კაპიტალიზაციით ამჟამად იკავებს პლანეტაზე რიგით მესამე ადგილს, ხოლო ჩვენს რეიტინგში კმაყოფილებისა მეოთხე ადგილს. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენი რეიტინგის რიგით მეხუთე კომპანიაზეც, რომელიც ასევე ძალიან დიდი მასშტაბების არის, ეს არის Eli Lilly, რომელიც ცნობილი არის სხვადასხვა წამლებით, მათ შორის ბოლო პერიოდში კომპანიის საბაზრო შეფასების ძალიან დიდი ნაწილი მოდის წონაში კლების მედიკამენტზე, რომელიც ძალიან მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. როგორც ხედავთ, კომპანიის კაპიტალიზაცია არის 752 მილიარდი დოლარი და ის ფარმაკოლოგიის სექტორში არის ყველაზე დიდი მოთამაშე. დიახ, ის იკავებს პირველ ადგილს და ის ასაქმებს სულ რაღაც 47,000 თანამშრომელს. აქაც როგორც ხედავთ, თანამშრომლების რაოდენობასა და კაპიტალიზაციას შორის შეფარდება არის უბრალოდ წარმოუდგენელი, ანუ თითოეულ თანამშრომელზე რამდენიმე მილიონის კაპიტალიზაცია მოდის, ხოლო ეს თანამშრომლები რა თქმა უნდა, როგორც Nvidia შემთხვევაში იყო, ხელფასთან ერთად იღებენ კომპანიის აქციებს და ისინიც თავისი არსით ეტაპობრივად ხდებიან ამ მილიონერთა კლუბის წევრები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვინაიდან Eli Lilly-მ ძალიან დიდი ზრდა დადო. აქვე რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ ძირითად მიზეზებზეც, თუ რატომ არიან აქ დასაქმებულები ასეთი კმაყოფილები და ბედნიერები. საქმე ის არის, რომ Eli Lilly ასოცირდება უდიდეს პრესტიჟთან და საერთაშორისო აღიარებასთან, ვინაიდან თუკი ფარმაკოლოგიური სექტორის წარმოადგენელი არის ადამიანი, მისთვის ამაზე უკეთესი ადგილი პრინციპში არც არსებობს პლანეტაზე. ამავდროულად ის არის ინდუსტრიის ლიდერი, პირველ ადგილს იკავებს და შესაბამისად სხვა სტატუსი მოხვება ამ ყველაფერს და თანაც კომპანიაში არის ძალიან კარგი გარემო შექმნილი მეცნიერებისათვის, ვინაიდან იქ დასაქმებული თანამშრომლების უდიდეს ნაწილს აქვს დოქტორის ხარისხი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ბიოლოგია, ქიმია, მედიცინა თუ სხვა, ვინაიდან ეს არის ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც ასაქმებს ულტრა მაღალი დონის უნარებისა და განათლების მქონე თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ შესაბამის ანაზღაურებასაც, რის გამოც ეს კომპანია არის ჩვენს რეიტინგში მეხუთე ადგილზე და მოკლედ საერთო ჯამში აი ასეთი არის იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა თანამშრომლებიც არიან ძალიან კმაყოფილნი. ჩვენ კი საქმე საღამოში უნდა ვისაუბროთ საფონდო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა ამ სიახლეს ზუსტად ერთ წუთში გაგაცნობთ.
ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არა ოფიციალური ვიზიტით, არამედ IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის რა შანსი აქვს ოცნების ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როცა არც ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას აპირებენ და არც დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებას. რაზე დებს ფსონს ბიძინა ივანიშვილის გუნდი და რა რისკების წინაშე აყენებენ საქართველოს. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმეს აღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და უკვე შეგვიძლია აწუხე განვლელი კვირაც შევაჯამოთ, რომელიც ამერიკული საფონდო ბირჟებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და დიდი სარგებლის მომტანი იყო. საერთო ჯამში ამერიკულმა ინდექსებმა გამვლელი კვირის განმავლობაში საშუალოდ 3%-იანი ზრდა დააფიქსირეს და ზოგიერთ კომპანიას გაცილებით უფრო დიდი მატებაც ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი არის Microsoft-ი, ასევე შესანიშნავი შედეგი ჰქონდა Meta-ს და საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ინვესტორების განწყობა ბოლო პერიოდში არის ძალიან პოზიტიური ამერიკულ კორპორაციულ სექტორთან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე დღესაც, როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ძალიან პოზიტიურ ნოტაზე მიმდინარეობს სავაჭრო სესია ამ ეტაპისათვის. S&P 500 ინდექსი, როგორც ხედავთ, 1.9%-იან ზრდას აფიქსირებს. Dow Jones-ის ინდექსთანაც პოზიტიური შედეგი გვაქვს, +1.36%, NASDAQ-ის შემთხვევაში კი ზრდის მაჩვენებელი 1.61%-ია. აქვე ევროპაშიც უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ასევე არის პოზიტიური განწყობა. კვირის ჭრილში გვაქვს 4.9% ზრდა, ხოლო დღევანდელ სავაჭრო სესიაზე +1.67%. Nikkei-ის ინდექსიც შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ხედავთ, მატება გვაქვს 1%, ერთ კვირაში კი ზრდა ლამის 5%-ია. შანხაის ინდექსს გამორჩეული კვირა არ ჰქონია, აქ კორექციაა და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე შეადგენს -0.24%-ს. ენერგეტიკულ ბირჟასაც შეგვიძლია გადავალოთ თვალი, რომელსაც მძიმე კვირა ჰქონდა, ვინაიდან საუდის არაბეთთან დაკავშირებული ცნობების გავრცელების ფონზე ნავთობის ფასი არის მკვეთრად შემცირებული, კერძოდ -7.9%-იანი კლება გვაქვს, ხოლო ერთ თვეში კლების მაჩვენებელი უკვე 12%-საც კი აღწევს და ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, ბრენტის ფასი არის $61, WTI კი დაახლოებით $58 ივაჭრება. ბუნებრივი არის ფასი, კვირის განმავლობაში ფაქტობრივად არ შეცვლა, ვინაიდან დღევანდელ სავაჭრო სესიაზე იყო მატება და ამჟამად, როგორც ხედავთ, მეგავატი ენერგიის ფასი ევროკავშირის მასშტაბით 32.9 ევროს ფარგლებში მერყეობს. ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ამ კვირას ლამის 3%-ით გაიაფთა და უნცია მეტალის ფასი ამჟამად შეადგენს, როგორც ხედავთ, $322 ამ კლების მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში ოქროს ნამდვილად შესანიშნავი შედეგი აქვს და მატება არის დაახლოებით 40%. კრიპტოინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, აქაც კლება გვაქვს 1.9%-იანი, ბაზრის საერთო შეფასება კი არის ამეტრერონ $140 მილიარდი. ბიტკოინი, როგორც ხედავთ, 97,500-ად ივაჭრება, ხოლო ეთერიუმის ფასი $1,800-ია. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმის 224 მილიარდია, ბიტკოინის შემთხვევაში კი 1,927 მილიარდი. ჩვენს ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, მისი გაცვლილი კურსი ამ ეტაპზე დოლართან არის 2.74, ევროს კურსი არის 3.11, ხოლო სტერლინგის გაცვლილი კურსი 3.65-ია. აქვე არში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, რომელსაც Foresight Investment Group თავაზობს. ეს არის Foresight-ის არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ახალ განათავსებულ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.74%, ხოლო ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტი სკონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში. მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ასეთი იყო განვლილი კვირა, საქმეა საღამო. ამით დასრულებულია თქვენ წიგელი თელარა გელანტიას ავტორო გადაცემა. წერტილი საქმიანი საღამო კი ორშაბათამდე გემშვიდობებათ. დროებით. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.